რამდენი შეეფერება ხმა სიმართლეს, რომ თითქოს და თქვენ არიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? თავდაპირველად მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ ეს კითხვა გახდა მიზეზი ჩემი დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისა. დიახ, მე არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ მაჟორიტარული წესით და მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული გახლავართ საქართველოს რესპუბლიკური პარტიისაგან, რომელიც პარტიულ სიებში იქნება სახელწოდებით რესპუბლიკელები, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია. მე მინდა მოვახსენო ჩემს პატრიოტულ ტელემაყურებლებს, რომ სწორედაც რომ მიამატება, რომ სწორედ ამ პარტიიდანაა ვარ დასახელებული, რადგანაც რესპუბლიკური პარტია, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქციით იყო წარმოდგენილი წინა პარლამენტში, სწორედ მის ზურგზე გადაიარა მთავარმა საკანონმდებლო საქმიანობამ, სწორედ მის ზურგზე გადაიარა და ლომის წილი სწორედ მას უდევს საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში, რომელიც იმედი მაქვს გახდება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ძირითადი საფუძველი. აქვე მინდა მოგახსენოთ პატრიოტულ ტელემაყურებლებო, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტია არის ერთადერთი პარტია, რომელმაც შეიტანა შეკითხვა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში თავისი პარტიის მიერ დასახელებული წევრების შესახებ. და ცნობილია გამოქვეყნდა გაზეთებში და ტელევიზიაშიც პასუხი უშიშროების კომიტეტისა, რომ ამ პარტიის არც ერთი წევრი არ არის რაიმე დანაშაულში მხილებული და მათი როგორც განვლილი ცხოვრება, ისე დღევანდელი ცხოვრება გამოირჩევა განსაკუთრებული პატრიოტიზმითა და წესიერებით. აი სწორედ ეს მიამაყება და აქვე მინდა დავძინო მოგიწოდოთ პატრიოტულ ტელემაყურებლებო ხმამისცეთ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტენდენცია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საპარლამენტო ცხოვრებისა სწორედ რესპუბლიკური პარტიების ხარეს იხრება. ამის მაგალითი ახლა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მთლიანად სენატში და კონგრესში გამარჯვებული არის რესპუბლიკელები. ასევე უკანასკნელ დღეებში გახდა ცნობილი, რომ წინადადგარმა თანსუჩილერმა სწორედ რესპუბლიკურ პარტიას შესთავაზა თანამშრომლობა და მასთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნა, ხოლო რამდენად საჭიროა ხარდაჭერა ამერიკისა და თურქეთისა საქართველოსთვის ამ გაჭირვების ჟამს, მე მგონი ამაზე ლაპარაკი არ წღირს და თუ რესპუბლიკელები უმრავლესობა იქნება პარლამენტში, მაშინ არის ძალიან დიდი იმედი სწორედ ამ მთავრობების დახმარებისა საქართველოსთვის, რომელთა უმრავლესობასაც ამერიკაშიც, თურქეთშიც და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც სწორედ რესპუბლიკელები შეადგენენ. მე მინდა დიდი მადლობა გადაიხადოთ ყურადღებისათვის. მინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკელების რიგითი ნომერი არის 52, ხოლო მათ მიერ მაჟორიტარული წესით დასახელებული დეპუტატობის კანდიდატთა შორის მე დასახელებული გახლავართ მერვე ნომრად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.